რეალურად იყო ოპოზიციური და აბსოლუტური უმრავლესობა მედიის ამბობდა იმას, რაც მათ სურდათ. ეს რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს და მის გამონათქვამს. ზოგადად, რა თქმა უნდა, მედია უნდა იყოს მედიატორი. რა თქმა უნდა, მედიის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს და თუ გნებავთ, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს მე და როგორ ვახსენებ ამის შესახებ მთავრობას, კარგი მაგალითი იყო, როდესაც მე წინა შეხვედრა, წინა პრესკონფერენცია მქონდა რეგიონულ მედიასთან. კონკრეტულად ყველას აკითხა, აი კახეთიდან იყო ძალიან მწვავე კითხვები დასმული, ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე პირადად ჩავერია და ყველა მინისტრს ვახსენებდი, ყველა შეკითხვაზე, მწვავე შეკითხვაზე აუცილებლად აი მანანა ჩვენი მედია, ყველანი არიან ჩართულნი, რომ რეაგირება გავაკეთოთ. თუ ასიცურვე დაუსაბუთეთ, მასვე და რედაქტორის დონეზე მინისტრმა ისაუბრა, როგორც მე ვიცი, რედაქტორის არა ჟურნალისტის მინისტრიც კი ესაუბრა და აი ამ დონეზე ყველაფერი გავარკვეთ. ზოგჯერ აჭარბებს მედიაც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება იმის, რომ წინასწარ ვთქვათ, ის აჭარბებს და ყურადღება არ მივაქციოთ. აუცილებლად და ყველა მინისტრი იქნება ვალდებული, ჩემი თამადობით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვალდებულად თulis ჩემს თავს, რომ ყველა მწვავე შეკითხვაზე გავაკეთო რეაქცია და გავაკეთო განმარტებები. აი ესეთია დამოკიდებულება და ესეთი იქნება სხვანაირად საქართველოს ვერ იქნება დემოკრატიული. თუ ვინმეს აქვს იმის ეიფორია, რომ მედიის გარეშე შეიძლება დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს ქვეყანაში, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. და ბატონო, ერთი